მე მინდა მოგილოცოთ გუშინდელი აქცია, ძალიან მაგარი აქცია შედგა გუშინ. 1 წლის თავზე მას შემდეგ რაც ქართულმა რუსულმა უფრო ზუსტი რომ ვიყო, რუსულმა ოცნებამ უღალატა კიდევ ერთხელ მორიგჯერზე უღალატა ჩვენს ქვეყანას. როგორც მცოდნე ადამიანები მეუბნებიან პიკში, მას შემდეგ რაც 2 მარში ტელევიზიიდან წამოსული მოქალაქეების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მოქალაქეების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს 2 მარში ერთმანეთთან შეერთდა პიკში იყო როგორც მცოდნეები მეუბნებიან დაახლოებით პლუს-მინუს 40,000 მოქალაქე და ეს საკმაო რაოდენობა ქართულ რუსულ უფრო ზუსტი რომ იყო რუსულ ოცნებას ვეღარ ექნება სათქმელი ან აღარ აქვს სათქმელი 50 თუ 150 თუ 300 აკაცუკი დგას ოკეი 300 აკაცუკი იდგა მაგრამ თუ მართლაც იყო დაახლოებით 40,000 შესაბამისად 39,700 თუ 39,950 სხვა მოქალაქეს იდგა გარდა აკაცუკებისა რომლებიც ყოველდღიურად არიან ცხადია პატრიოტები რომლებიც ყოველდღიურად არიან რუსთაველის გამზირზე ისინიც იყვნენ ამ ბრწყინვალე აქციაზე რაც ძალიან ნიშანდობლივი იყო და მნიშვნელოვანია იყო კვლავაც იყო სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ამ საპროტესტო დემონსტრაცია მარშ აქციაზე ასაკიანი მოქალაქეებიც რომლებმაც აკითხარით გამოიარეს ტელევიზიიდან თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვიდრე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე ეს რამდენიმე კილომეტრი იყვნენ შუახნის მოქალაქეებიც და იყვნენ რასაკვირველია ახალგაზრდებიც რომლებიც იმედს ვიტოვებ მაინც რომ დაუბრუნდებიან ამ საპროტესტო მოძრაობას რამდენადაც ისინიც ჩვენი არ იყოს სხვების არ იყოს უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში კარგად სიგრძეგანებს რა მნიშვნელოვანი პრობლემების და რა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ამდენად კვლავ ვიმეორებ გუშინდელი დღე მოსალოცია ყველა ის აქცია რომელიც აზანზარებს ქართულ რუსულ ოცნებას რასაკვირველია მნიშვნელოვანია წინა აქციაზე მეთქი ჩვენ დავადასტურებთ რომ ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ ჰოპლა ჩვენ ვართ გაცილებით მეტნი ვიდრე მათ წარმოედგინათ ჰოპლა ჩვენ ვართ ძლიერები და სულაც არ გვაშინებს ის 5,000, 10,000, 15,000, 20,000, 180,000 თუ 780,000 არიანი ჯარიმები აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრება და ვინც ის ბევრს უკვე მომავალში არ შეაშინებს არც სისხლის სამართლით გასამართლება ბევრს არ შეაშინებს მეთქი ამას რომ ვამბობ იმიტომ ვამბობ რომ ხედავ რაზე მიდიან მოქალაქე ამდენად შეგნებულად და რაზე მიდიან მოქალაქეები სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა აქვე ვიტყვი ეს არ არის რომელიმე ერთი პარტიის საერთოდ პარტიების კუთვნილება ეს აქციები აქვე ვიტყვი რომ ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების კუთვნილება რომელიც ამასობაში არ მინდა თქვა კრისტალიზირდება მეთქი არა მაგრამ ნელ-ნელა ეს რყევები ქართული ოცნებისა პარალელურად უფრო ზუსტი რომ იყო რყევებისა ამ საზოგადოებაშიც წარმოქმნის ამ საზოგადოებიდანაც წარმოქმნის ალბათ მაინც ასე უნდა თქვა ახალ პოლიტიკურ ძალას რომელსაც რუსული ოცნება ვერ მიაბრალებს, ვერ დააბრალებს და ვერ იტყვის მათზე ამ ახალი შესაძლო პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებზე, ვერ იტყვის რომ ისინი ნაცები არიან თუ კოლექტიური ნაცები არიან თუ ასე შემდეგ ეს არც უნდა გვაფრთხობდეს რეალურად არც არავის აფრთხობს რომ თქვან, მაგრამ ესეც კი არ ექნება სათქმელი ასე მაგალითად ბანდიტ კალაძეს, ასე მაგალითად ბანდიტ დინარაძეს, ასე მაგალითად ბანდიტ ყობახიძეს, პაპუაშვილს თუ ლეგიონია მათი სახელი რამდენიც არიან. ახლა ბუნებრივია ყველაზე საინტერესო კითხვა ჩემთვის პერსონალურად არის ამგვარი, მას როგორ ვაგრძელებთ ამ გვარ აქციებს, მე მინდა ხაზგასმით თქვა რომ ეს აქცია იყო რასაკვირველია საკმაოდ კარგად ორგანიზებული თავისი მუსიკალური გაფორმებით, თავისი შეძახილებით, თავისი დროშების სიუხვით, მე სხვადასხვა აღმოვაჩინე ასე მაგალითად გერმანიის დროშა, ასე მაგალითად საფრანგეთის დროშა, აქამდე ამ ეს დროშები, ამ სახელმწიფოების დროშები არ მინახავს ამ აქციებს და ეს ძალიან კარგია, ცხადია იყო ევროკავშირის, ცხადია იყო ნატოს, ცხადია იყო შეერთებული შტატების, ცხადია იყო უკრაინის და ცხადია რომ იყო საქართველოს სახელმწიფო დროშები, უკლებლივ ყველა აკითხარით იყო ძალიან მაჟორულ განწყობაზე, ყველა სხივი ჰქონდა თვალებში, მაგრამ კვლავ გავიმეორებ იმ კითხვას, რომელიც დავსვია ამ წუთნახევრის წინ, მას როგორ ვაგრძელებთ, როგორ ფიქრობთ
როგორ ფიქრობთ ახალ აქციებს, როგორ ვაგრძელებთ რყევას ამ ბანდა ხელისუფლებისა, რომელიც უთუოდ ჩამოიშლება, იმიტომ რომ ესენი ხო აღელვებულნი არიან და ვერ ამარცხებენ ერთ ინდივიდსაც კი ყველაზე უფრო ასაკიანს და ან ყველაზე უფრო ახალგაზრდას, ვინც იმ აქციაზე გადის, კი აბრალებენ რას არ აბრალებენ რომ 30 ლარი აიღო რომელიმე მათგანმა ან პირთა ჯგუფმა, რომ ამას აფინანსებს ევროკავშირი, გერმანიის საელჩო თუ ბრიტანეთის საელჩო, შეერთებული შტატების საელჩო, მოგვდის ფული საიდანღაც, მაგრამ ეს ხო არსებითი ტყუილია. მე კვლავ მინდა ვიკითხო და კვლავ მინდა ხო ახლა მე გაჩვენებთ ფოტოს, ამასობაში მეუღლე მაჩვენებს ფოტოს იმ ფანტასტიკური აქციის ამეთქი, აკი გითხარით, ნახეთ რა ეს არის, არ მინდა შემეშალოს და ეს არის სავარაუდოდ ხო არ ჩანს პრინციპში მეგონი ეს არის მელიქიშვილის გამზირი, მაგრამ შესაძლოა ვცდები. ნახეთ რამდენი მოქალაქე იყო გამოსული ქართული, რუსული ოცნების ტელევიზიები, გასაკვირველია ხვალიდან უკვე დაახვედრებენ რუსულ მესიჯს ქართული საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, რომ ცოტა ხალხი იყო, რომ ტექსტი რომელიც ერთმა მიტინგის ერთმა წარმომადგენელმა წაიკითხა, თუ წარმოთქვა, იყო deep state-ში დაწერილი ტექსტი, რომ ეს იყო რაღაცა დესტრუქციული აქცია, ასე შემდეგ ეს იყო კონსტრუქციული სწორ ემართებული კონოტაციით, ეს იყო სახელმწიფოებრივი აქცია. მაგრამ კვლავ დაუბრუნდები კითხვას, ხვალ რას ვაკეთებთ ჩვენ ყველანი ამ აქციის მონაწილეები, ან თუნდაც სახლში დარჩენილები, რას ვაკეთებთ ხვალ პირდაპირ მნიშვნელობით 29 ნოემბერს. 29 ნოემბერიდან ეს აქციები გაგრძელდება ასე რუსთაველის გამზირზე, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. 29 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირზე კვლავ გავა არა 50-იან 300 აკაცუკი, არამედ 500-700-იან 1200 პატრიოტი, ვინც ყოველდღიურად ისედაც დადის ამ აქციებზე, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ასე ვიტყვი. მაგრამ ის კითხვა უნდა დავკიდოთ თუ არა თარიღი რომელიმე და ვთქვათ ასე მაგალითად, რომ პირობითად 25 დეკემბერს ვიკრიბებით, ანუ პრაქტიკულად ერთი თვის თავზე, ასე იგი სუსტად 27-28 დღის თავზე და გამოვდივართ თუ არა ქუჩაში, ამდენივე მოქალაქე. ეს დღევანდელი აქცია იყო, გუშინდელი აქცია იყო საკმაოდ კარგად ორგანიზებული, მაგრამ მეტი ორგანიზების შემთხვევაში შეიძლება თუ არა 40, არამედ 80,000 კაცის მოყვანა, სწორი სიტყვა, მოპატიჟებაც სწორი სიტყვაა, მაგრამ უკეთესი სიტყვა რასაკვირველია მოსაფიქრებელი, მოკლედ მოვა თუ არა ორჯერ მეტი მოქალაქე უკეთესი ორგანიზების შემთხვევაში, ოღონდ არავის არ უძრახავ ამ აქციის ორგანიზატორებს, ცუდ ორგანიზებას არ ვაბრალებ, ცილს ვერ დავწამებ, მოვა თუ არა 80,000 კაცი. მაგალითად 25 დეკემბერს შეიძლება არა უკეთესი ორგანიზების შემთხვევაში, ალბათ მაინც კი. უნდა დავკიდოთ თუ არა მომავალი შემდეგი თარიღი, მომავალი ისეთი თარიღი, რომელიც კვლავაც შეარყევს ქართულ რუსულ ოცნებას. მე მგონია რომ კი. ასევე მსგავსად წინა წლისა, გახსოვთ ალბათ 2025-ს როგორ შევხვდით, 25 წელს რუსთაველის გამზირზე მთელ სიგრძეზე პრაქტიკულად გაიშალა ერთი დიდი სუფრა, ასე უნდა გვიყვარს ქართველებს სუფრა, გაიშალა ერთი დიდი სუფრა და ვისაც რა შეეძლო გოზინახი უმრავლეს შემთხვევაში გასაკვირველია და ასევე სხვა ხილი მაგალითად ჩურჩხელა ასე მაგალითად შესაძლოა უფრო კი არა ნამდვილად სერიოზული კერძებიც კი მოქალაქეებს მოჰქონდათ. აი ამგვარი აქცია უნდა გაიმართოს თუ არა, მაინც და მაინც სუფრას არ გულისხმობ 31 დეკემბერს, ანუ უნდა შევიკრიბოთ თუ არა პირობითად 10 საათზე და უნდა შევხვდეთ თუ არა ახალ წელს. ესეც საინტერესო იდეაა. უნდა შევხვდეთ თუ არა შობას 7 იანვარს ისევ და ისევ ერთად, ანუ მიჯრით უხეშად 25 დეკემბერი, 31 დეკემბერი, 7 იანვარი. უნდა შევხვდეთ თუ არა, ესეც საინტერესო იდეაა, თუ მეტი პერფორმანსი ხო ბევრს მომბეზდა და მეც მომბეზდა რაღა დაგიმალოთ ეს პერფორმანსები ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მეტი პერფორმანსი ხო არ უნდა იყოს სწორედ ამ და ამგვარ დღეებში, ვინც ის იქნება, კი, უნდა იყოს. მაგრამ გარდა ამისა, ჩემი მოსაზრებით, უნდა მოხდეს და ეხლა რუსთავურ იდეას შემოგთავაზებთ, ცოტა არასტანდარტული ქართული ოცნება და არქმევს ამას გიჟურსო და მე არ მერიდება ამ სიტყვის წარმოთქმა. ცოტა გიჟური იდეების და იდეების პრეზენტირება საზოგადოებაში, არა მაინც და მაინც მიტინგზე, არა მიტინგებზე, აქციებზე, არამედ დისკუსიები უნდა გაიმართოს ბევრი და ბევრი ცოტაზე მეტ
ანუ ბევრ საკმაოდ გიჟურ არასტანდარტული იდეის გარშემო არასტანდარტული იდეებთან დაკავშირებით. მაგალითად, ეს იდეები შეიძლება იყოს სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა დიდი ამპლიტუდის, ასე ვიტყვი. მაგალითად, თუ ჩვენ ბიზინა ივანიშვილის შემდეგ თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ანუ ბიზინა ივანიშვილი დამთავრდება და მოვა კოალიციური მთავრობა, დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირდება ამდენი 18%-დან პირობითად 15%-მდე, ან 12%-მდე. წარმოიდგინეთ, რამდენი საშუალო ფენის წარმომადგენელი, ესეთი საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც შესაბამისი ბრუნვები აქვს და დღეს იხდის 18%-ს, რამდენი შეიძლება თეორიულად წამოვიდეს ამ აქციებზე, არა და ფინანსების კუთხით მასე არ გაიგოს, არამედ იყოს ამ აქციების საკმაოდ სერიოზული მონაწილე. ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში ბიზინა ივანიშვილი თუ დამარცხება, ჩვენ ჯანდაცვაში გავაკეთებთ ამ რეფორმას. მაგალითად, პირობითად ლაპარაკობ, ყველა ქალაქში ნიშნულოვან ქალაქში არ იქნება არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული emergency, არამედ სერიოზული ჰოსპიტალიზება მოხდება, ჰოსპიტალები დაარსდება ყველა მსხვილ ქალაქებში, რაც არ არის მოგეხსენებათ ბევრგან ან იმ ქალაქებში, რომლებშიც ალბათ უნდა იყოს. emergency იქნება პრაქტიკულად ყველგან, ყველა სოფელში მეთქი ასე ვიტყვი. ასე სოფელ ქალაქ, დაბა ქალაქ და დედაქალაქს დასაკვირველია, ყველა საკითხს უნდა შეეხოს ინტელექტუალურ დისკუსიებში, ან ინტელექტუალურ იდეებში ეს დემონსტრაციებიც კი არა, საპროტესტო ტალღის მონაწილეები უფრო ზუსტი რო იყო. ეს არის ეკონომიკური საკითხები, ეს არის სოციალური საკითხები და ეს მესიჯები დასაკვირველი არა ფართო და არა მრავალგვერდიანი, არამედ დაწრეტილი, უხეშად ლაპარაკობ, ნახევარ აბზაცზე თუ ნახევარ გვერდზე უნდა მივიდეს პრაქტიკულად ყველა მოქალაქემდე, იმ მოქალაქეებამდე, რომლებიც მოცემულ ეტაპამდე არასოდეს არ გამოსულან საპროტესტო აქციაზე. კიდიათ ეს ბიზინა ივანიშვილის, მაგრამ საბოლოო ჯამში ფეხებზე, მაგრამ მაინც გადაწყვეტილება არ მიუღიათ ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლისა, იმის გამო რომ დასჯილია მზია, იმის გამო რომ დასჯილია ზვიადი, იმის გამო რომ დასჯილია ამდენი პატიმარი ხავს ბიზინა ივანიშვილს, ეს მნიშვნელოვანი კი არის მათთვის, მაგრამ გამოსვლის ქუჩაში გამოსვლის საფუძველი არ არის. მათთვის მნიშვნელოვანი არის შეიმოსაზრებით განსაკუთრებით სოციალურ საკითხებზე, ამდენი პენსიონერი გვყავს და სულ რაღაც ოცილარით რო უმატებს არსებული ბანდა ხელისუფლება, ჩვენ მოსვლისთანავე მოუმატებთ პენსიონერებს პენსიას, უხეშად ლაპარაკობ 200 და ეს ყველაფერი დათვლადია. მე ახლა ციფრებს თუ რიცხვებს ისე ვამბობ, ხო, ეს ყველაფერი დათვლადია და პოლიტიკოსებმაც უნდა ელაპარაკონ ამაზე, პოლიტიკოსებსაც უნდა ელაპარაკათ კარგი კონოტაციით პოპულისტური მესიჯები უნდა გაეხმიანებინათ, მაგრამ საზოგადოებაშიც უნდა დაიბადოს ეს გიჟური იდეები სოციალურ საკითხებზე, ჯანდაცვის საკითხებზე, განათლების საკითხებზე, ასე შემდეგ და რასაკვირველია უფრო გლობალურ საკითხებზეც, რაც გულისხმობს რასაკვირველია მაგალითად მეგაპროექტების განხორციელებას, ეს შემოიტანს ბიუჯეტში ამდენს და ჩვენ დავაფინანსებთ ამით ამას, ასევე სოფლის მეურნეობაზე, რომელიც მე პირადად სიმართლე გითხრათ და არ ხიბლავს ხოლმე სოფლის მეურნეობაზე საუბარი პერსონალურად მე და არ მიმაჩნია რომ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს რაღაცა ცენტრი ჩვენი ეკონომიკის ამოქმედებისა. ბიზინა ივანიშვილი კი ამით მოვიდა, რეალურად ერთ-ერთი დაპირება იყო რომ 5 მილიონს გადაუხდიდა სოფლის სოფლებს და ეს პირობა რასაკვირველია, სხვა პირობების არ იყოს, არ შეესრულა, მაგრამ მაშინ რომ იმუშავა, ეს ფაქტია რეალისტური, ოღონდ არა 5 მილიონს მივცემ ყველა სოფელს, არამედ რეალისტური პროგრამები უნდა იდოს სოფლის მეურნეობაში, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, მეცხოველეობასთან დაკავშირებით, მეფრინველეობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ზოგადად სოფლის მეურნეობის ცალკეულ მიმართულებებთან დაკავშირებით. ჯანდაცვა რასაკვირველია გითხარით და უნდა მაგალითად გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ შევამცირებთ და ისიც რომ კატასტროფული მდგომარეობაა ისევ და ისევ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის თვალსაზრისით და ჩვენ შევამცირებთ ნარკომანიის რაოდენობას, ნარკომანთა რაოდენობას, ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობას. ეს უნდა თქვას პოლიტიკოსებს, ეს უნდა ეთქვათ და ცალკეული პოლიტიკური პარტიები ვიცი რომ ამაზე მუშაობენ, მაგრამ ეს უნდა იყოს ესეთი კაფიო სლოგანები, რომლებიც მივა თითოეულ მოქალაქემდე თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ აღარც ლაპარაკობ. ყველა სოფელში იქნება ინტერნეტი, ყველა სოფელში იქნება გზა, ყველა სოფელში იქნება ბუნებრივი აირი, ყველა სოფელში აუცილებლად იქნება წყალი. ბევრგად არ არის წყალი, სხვათა შორის ამ წყლის ქვეყანას რო უწოდებთ, იმ ქვეყანაში აგიმარჯოთ.
სწორედ წყლით დაგლოცეთ ახლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თუ მივამ კონკრეტულ მოქალაქეებამდე არა მაინც და მაინც 25 დეკემბერს ან 7 იანვარს ან მანამდე 31 დეკემბერს ჩვენთან ერთად ახალ წელს კი არის ზეიმებენ, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს განაწყობს ბიზინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ და მე უკვე შემდგომი ნაბიჯი იქნება პოლიტიკოსების, არსებული პოლიტიკოსების ან ახალი პოლიტიკური ძალების პრეზენტირება საკუთარი თავისა, რომ მათ უკვე ნამდვილ არჩევნებში, რომლებიც ქართული ოცნების გარეშე უნდა ჩატარდეს, ქართული ოცნებისა და ბიზინა ივანიშვილის გარეშე უნდა ჩატარდეს უკვე შემდგომ ისინი აურჩეველი გააკეთებს არჩევას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ. ეგრა მაგის პასუხია მე მესმის პოლიტიკური ლიდერების ნაწილს შეიძლება ეს ეწყიროს, მაგრამ ასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ უნდა შედგეს ეს დისკუსიები მათ შორის პოლიტიკოსებსაც შორის, იმ პოლიტიკოსებსაც შორის, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან ხოლმე და ახლა იდენტიფიცირებას კი ახდენენ რომელიმე პოლიტიკურ არსებულ სუბიექტთან, მაგრამ ვინც ის იქნება ხვალმოვახდინონ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან იდენტიფიცირება და საზოგადოებაში უნდა დაიბადოს ეს ახალი პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ოღონდ იმ არჩევნებში, რომლებიც აუცილებლად იქნება ქართული ოცნების, არა ნაციონალური მოძრაობის, არა ელოზლიერი საქართველოს, არა ახალი დროას და გირჩის გარეშე, არამედ სწორედაც რო ქართული ოცნების გარეშე, ანუ ბიზინა ივანიშვილის გარეშე. მეცაც გეტყვით, ჩემი მოსაზრებით, ასარჩევ თანამდებობაზე ილუსტრაციის კანონის მიღების გათვალისწინებით, ასარჩევ თანამდებობაზე, ასარჩევ პოზიციაზე არც უნდა დავუშვათ პირები, რომლებზეც სულ მინიმუმ ეჭვი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თანამშრომლობდნენ რუსეთის FSB-სთან და ასეთი ეჭვი შეიძლება გამოითქვას ასობით ადამიანზე, რომ დავწრიტოთ 10-ობით ადამიანზე ქართული რუსული უფრო ზუსტი რომ იყო რუსული ოცნებიდან. ეჭვი არ არის დადასტურება ვაღიარებ, მაგრამ ეჭვი არის ის, რამაც ასე მაგალითად რა შუაშია ახლა ამ თემასთან, მაგრამ მაინც ასე მაგალითად ერმაკს უფრო ზუსტი რომ იყო გადააწყვეტინა, რომ ის წასულიყო თანამდებობიდან, სულაც არ შეიძლება სულაც არ ადანაშაულებენ მას კორუფციულ სკანდალში, რომელიც მოხდა და მიმდინარეობდა უკრაინაში და რომელთან დაკავშირებითაც ნაბუ აწარმოებს, ანუ ანტიკორუფციული ბიურო უკრაინისა აწარმოებს გამოძიებას, მაგრამ ერმაკმა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის ბრალდადებული სულაც არ ყოფილიყო, ან ეჭვმიტანელი არ ყოფილიყო, მაინც მიიღო გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე ეჭვის საზოგადოებას რომ არ დარჩენონ და ეჭვი იმის საფუძველზე იმათ ქართული რუსული ოცნების ბანდის წარმომადგენლებს, თუნდაც ეჭვის დონეზე უნდა დროებით, ვიდრე არ დამტკიცდება მათი დანაშაული ან პირიქით დანაშაულობა, რომ ისინი FSB-სთან თანამშრომლობდნენ, უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში ასარჩევ თანამდებობაზე ყოფნა და საერთოდაც ქართული რუსული ოცნება უნდა დაიშალოს და დაიშლება კიდეც, როდესაც მოშორდება ამ ქვეყანას ბიზინა ივანიშვილი, მაგრამ ჩვენს ამასობაში მზად უნდა შევხვდეთ გარკვეულ მნიშვნელოვან ამბებს, ჩვენ უნდა ვთქვათ პრაქტიკულად ყველა სფეროსთან მიმართებაში, უნდა ვთქვათ როგორ რეფორმებს ვატარებთ იუსტიციაში, მართლმსაჯულებაში, სასამართლოში კონკრეტულად და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაში, სოფლის მეურნეობაში, რას ვთავაზობთ, ლამის ყველა სოფელს კი არა, ლამის ყველა მოქალაქეს, ასე ინდივიდუალურად 3.700.000 თუ 3.500.000 რამდენიც ვარ ცხადია, ახლა 3.500.000-მდე ვერ დავა, მაგრამ სხვილ ჯგუფებს, ეთნიკურ უმცირესობებს რას ვთავაზობთ, აი მარნეულელებს რას ვთავაზობთ, მაგალითად ეთნიკურ უმცირესობას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სულაც არ ფლობს ქართულ ენას. რა იდეები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მე რომ გითხრათ, რომ ახლა მაქვს იდეა, მეთქი არ ვიცი, რა იდეები არსებობს, როგორ უნდა ჩააბარონ ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებელში, გჭირდება თუ არა ეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იქნება და გჭირდება როგორც უცხოეთშია მეტწილად, რომ უხეშად იანვარ-თებერვლიდან უნივერსიტეტები აცხადებენ მიღებას, ტესტირების, ინტერვიუების და ასე შემდეგ სახით და უკვე სექტემბრიდან ეს ინტერვიუ გავლილი აბიტურიენტები ისხებენ სწავლას, აგრძელებენ სწავლას ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში, რასაკვირველია ეს რეფორმა წოდებული მკვლელობა განათლებისა უნდა ჩავარდეს და მე ჩავარდეს კი არა, უნდა ჩავშალოთ და რომც არ ჩავშალოთ და ვერ ჩავშალოთ, ის სასაკვირველია უნდა გაუქმდეს ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მეტი და მეტი მოქალაქის ინტეგრირება, ინკლუზიურობა ამ პროცესისა. ყველა ადამიანმა უნდა დაინახოს საკუთარი თავი ამ პროცესში, ყველა თუ არა მაქსიმალურად ბევრმა, რომლის შედეგადაც თუ რის შედეგადაც 40,000 კაციანი არმია წლის თავზე რა ძალიან დიდი რაოდენობაა ჩემი ფიქრით, რომ ფრუსტრირებულ 4 ოქტომბერ გამოველო საზოგადოებაში
ბევრი და ბევრი ადამიანი თუ დაინახავს საკუთარ თავს, ეს აქცია არ ვიცი რამდენად 400, მაგრამ 200,000 კაციანი აქციები კი იქნება და ბანდა ხელისუფლება კვლავ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც არაერთხელ დაუშვია და ამასობაში დასავლეთიდან წნეხი, ამასობაში უკრაინის საკითხის მოგვარება, ამასობაში ჩვენი პატრიოტი და ავტორიტეტი პირები, რომლებიც იბრძვიან მათი პოზიცია სამოქალაქო, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში მათი პოზიცია, ამასობაში ახალი პოლიტიკური სუბიექტების გაჩენა და ასე შემდეგ, სავარაუდო გაჩენა, ძველი პოლიტიკური არსებული პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერება, მოძლება გაერთიანება, გამსხვილება, მოდი ასე ვიტყვი, ამ კონოტაციით ვიტყვი, განაპირობებს იმას, რომ ცვლილებები იქნება გარდაუვალი, ესენი ჩამოიშლებია ნიფ-ნიფის თუ ნუფ-ნუფის ნიფ-ნიფი, ნაფ-ნაფი და ნუფ-ნუფი, ხო? ნუფ-ნუფი მე მგონი ყველაზე ძლიერი სახლი ქონდა, როგორც მახსოვს. მოკლედ, ყველაზე სუსტი სახლი ვისაც ქონდა, ამ სამი გოჭები არიან, ხო? სამი გოჭიდან ყველაზე სუსტი სახლი ვისაც ქონდა, მათი სახლივით ჩამოიშლება ამათი ნიფ-ნიფი, ნაფ-ნაფი და ნუფ-ნუფი, ხო? ნიფ-ნიფის სახლივით ჩამოიშლება მათი ეს სახელისუფლო ვერტიკალი სასახლე, რომელიც რასაკვირველია გამოქვაბილი თუ არსებული და მყარია მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზინაური ინტელექტოს აქვს ბევრი ფული, აბა ბევრი ფული რო არ ქონდეს, ესენი უკვე დასრულებულებიც იქნებოდნენ. მე გილოცავთ გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ საქართველოს უპირველეს ყოვლისა და ვიბრძოლოთ ამ ქვეყნისათვის, არავინ არ უნდა თქვათ, არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა თქვას, რომ ბრძოლა ომი საქართველოსთვის დასრულებულია, ჩვენ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის წინ და მხარ განსხვავებული ადამიანები, არაერთნაირები, მაგრამ ერთიანები, ჩვენ ბანდა რუსეთის ბანდას ქართული ოცნების სახით რასაკვირველია დავამარცხებთ. ოღონდ გავძლოთ რაც მთავარია, უკრაინა რახეთ რას უძლებს ხალხს და ჩვენ ამათთან დაპირისპირებას როგორ არ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს ვაღიარებ ქართული სახელმწიფოსთვის, მაგრამ პრინციპში მაინც გასაძლებს ესეთი ბევრჯერ შემოგვიტევენ, ბევრჯერ პატარა ბრძოლაში შეიძლება დაგვამარცხონ კიდეც, ბევრჯერ დაგვაშვებინებენ შეცდომას, მთავარია არ გავწყდეთ და არ გავწყდებით კიდეც, იმიტომ რომ სხივი ყველა იმ მოქალაქის თვალში, რომელიც დღეს იყო 40,000 მოქალაქი და შესაბამისად 80,000 თვალი, ხო? 80,000 სხივი არსებობდა ამ ადამიანების თვალებში და ბიზინა ივანიშვილი ვერასოდეს ამას ამის მუღამს ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ის ამგვარ აქციაზე კი არა, დამოუკიდებლობა რო უნდა მოგვეპოვებინა იმგვარ აქციაზე, იმ აქციებზეც კი არ დადიოდა სადღაც იყო შეხუჟული და დარწმუნებული ვარ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ქომაგობდა. ნახვამდის.